მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ექიმი ნევროლოგი ანა ჩიკოპოვა და ვისაუბრებთ შფოთვით აშლილობაზე. მოგესალმებით, ქალბატონო ანა და მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მეც ასევე ჩვენ მსვენელებს ყველას. პირდაპირ გადმოვალ კითხვით, რომ გითხრათ, რა არის შფოთვითი აშლილობა და ძირითადად რა ჩივილებით ხასიათდება ეს პაციენტებში. შფოთვითი აშლილობა ეს არის სამედიცინო ტერმინოლოგია და ჩვენს მოსახლეობაში მის ანალოგიად ხმარობენ ნევროზს ძალიან ხშირად. და მისი ჩივილები სხვადასხვანაირია, იმიტომ რომ თვითონაც ეს არის ძალიან ფართო უბნების მომცველი ნევროლოგიური დაავადება და კლინიკურად შეიძლება გავდეს ის ძალიან ბევრ ორგანულ დაავადებას. გარკვეული წლების წინ მას სხვა სახელს უწოდებდით, ეს იყო ვეგეტოსიძაღლოვანი დისტონია, ეს იყო ჯარისკაცის დაღლილი გული და ასე შემდგომ. ეს პირველად სწორედ ვიეტნამის მონაწილე ჯარისკაცებში აღმოაჩინეს. და მერე მას უწოდებდნენ მასკირებულ დეპრესიებს, იმიტომ რომ მიმიკრია ხდება და ძალიან გავს ბევრი სხვა ორგანულ დაზიანებებს. ფილტვების ანთებას, გულის დაავადებას, მიოკარდიუმის ინფარქტს, თავბრუსხვევას, შაკიკს, ზურგის ტკივილს, ნეგთაშუა ნევრალგიას, სამწვერას ნევრალგიას, ანუ ბევრი კლინიკური ჩივილებით შეიძლება გამოვლინდეს. და ძირითადად რა შეიძლება გახდეს შფოთვითი აშლილობის მოპროვოცირებელი? შფოთვითი აშლილობის მოპროვოცირებელი სამი ძირითადი სისტემაში არსებული დარღვევებია. პირველი ეს არის ფსიქოემოციური სტრესები. ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ფსიქოემოციური სტრესი იწვევს ამას. მეორე ეს არის ენდოკრინული სტრესები. ანუ ენდოკრინული დაავადებები, ჰორმონალური გარდატეხის პერიოდები, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის მენოპაუზა, კლიმაქტერული პერიოდი და ასე შემდგომ. და მესამე, რომელიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, ეს არის იმუნური დაავადებების თანხლები, როგორც ალერგიები და ვირუსული ინფექციების შემდგომ. და ვირუსული ინფექციების, აი კოვიდის შემდგომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამხელა შფოთვა და შინაგანი განგაში წამოიღო თვითონ კოვიდის ინფექცია. და რამდენად გაახალგაზრდავებულია შფოთვითი აშლილობა, რამდენად ხშირია პაციენტების მომართვიანობა ესაკის და სქესის მიხედვით? სამწუხაროდ ძალიან გაახალგაზრდავდა, იმიტომ რომ ვირუსული ინფექციებიც ახალგაზრდებში გაცილებით უფრო ისეთი ბობოქრად მიმდინარეობს და გაახალგაზრდავდა კიდევ იმიტომ, რომ ვირუსულ ინფექციებს თან მოყვა ფარისებრი ჯირკვლის ძალიან ბევრი პათოლოგია და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიც თავისთავად ემატება ამას, ან ორი ფაქტორი მინიმუმ ერთად ემატება ახალგაზრდას, ეს არის ფარისებრის დისფუნქცია და ემოციური სფეროს დატვირთვა. ეს ორი ერთად უკვე საკმაოდ ახშირებს აი ამ მდგომარეობას. ხო, აი ენდოკრინული დაავადებები ახსენეთ, ანუ მას შემდგომ რაც პაციენტს დაუდგინდება, რომ აქვს ენდოკრინული დაავადება, არის თუ არა რეკომენდირებული, რომ პარალელურად ნევროლოგთანაც გაიაროს კონსულტაციები? საერთოდ მე თვითონ ენდოკრინულ ცენტრში ვარ და რატო ვარ ენდოკრინულ ცენტრში? იმიტომ რომ ყველა ენდოკრინულ დაავადებას გააჩნია თავისი ნევროლოგიური გართულება. ფარისებრი ჯირკვალი ყველამ კარგად იცის, ცოტა თუ აგრესიული გახდა ვინმე, ეტყვიან ეგრევე წადი შენ და გაისინჯა, ხომ არა გაქვს ჩიყვი, ხო? ეს მოსახლეობაში ცნობილია ისედაც. იმის დამიხედვით, როგორი ფორმის არის ეს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, არის ტოქსიური თუ პირიქით უკმარისობა ფუნქციის, ნევროლოგის ჩართვის ეტაპი სხვადასხვა. ხა მწვავე მდგომარეობაში, როდესაც თირეოტოქსიკოზია, ასეთ შემთხვევაში ჯობია, რომ ცოტა ხანი ვაცალოთ პაციენტს, ანუ ტოქსიკოზი მოიხსნება ენდოკრინოლოგის მკურნალობის ფონზე და მერე ჩაემატოს უკვე ჩვენი მედიკამენტები. უფრო უკეთესად ექვემდებარება მკურნალობას, ეს რა ქვია, როდესაც ორივე ექიმი ერთდროულად ატარებს. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია და სახელმწიფო პროგრამებში პირდაპირაც არის ჩასმული ენდოკრინოლოგთან ერთად ნევროლოგის კონსულტაცია, როდესაც მოდის პაციენტი გასასინჯად პროგრამით. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი ემოციური სფეროს დარღვევას, ანუ ემოციური გაღიზიანებას ნერვულ შფოთვას ყოველთვის ახლავს 4 ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონის გადმოსროლა სისხლში.
თუ მე არ დავარეგულირე ნერვული ქსოვილი, ენდოკრინოლოგი ვერანაირი დიეტით, ვერანაირი აკრძალვით, ვერანაირი მედიკამენტით იქ ვერ იდეალურ მდგომარეობამდე ვერ მიიყვანს შაქარს. ხო, ამიტომ ნევროლოგის დახმარება აქაც გჭირდება. მეორეც ერთი, დიაბეტს სხვა ნევროლოგიური გართულებაც აქვს, გარდა ფსიქოემოციური სტრესისა. და კლიმაქტერული პერიოდიც ასევე რომელიც ძალიან ხშირია და რომელსაც წამოხურება უფლის დასმას და ალას ყოველთვის კლიმაქს უკავშირებენ, ეს არის ჩვეულებრივი ვეგეტატიური შეტევა და იქაც უმჯობესია გინეკოლოგთან ერთად ჩატარდეს ნევროლოგის მკურნალობა, უფრო სწრაფად მივაღწევთ ეფექტს და უფრო მალე გამოვა პაციენტი მდგომარეობით. რამდენად მითი ან რეალობა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები იწვევენ მიჩვევას? მითი არ არის საკმაოდაც რეალობა, უბრალოდ ფსიქოტროპული პრეპარატები იყოფა რამოდენიმე ჯგუფად. ეს არის ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები და ანტიკონვულსანტები, ანუ რომელსაც ჩვენ ვხმარობთ ესეთი შფოთვითი აშლილობები სამკურნალოდ. მიჩვევას და დამოკიდებულებას იწვევს ტრანკვილიზატორები. ტრანკვილიზატორები რო გაგახსენოთ, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც არის მეტაზეპამი, დიაზეპამი, ფენაზეპამი, ქსანაქსი, ზოლომაქსი, ნოტორიუმ და ასე შემდგომ, ლორაფენი და ასე შემდგომ. ეს საკმაოდ იცით კომფორტული პრეპარატებია, იმიტომ რომ მათ პრინციპში გვერდითი არ აქვს, არ გააჩნია ესეთი დიდად გამოხატული გვერდითი ეფექტები, დალევისთანავე იწყებენ მოქმედებას და ჩივილების მოხსნას და ასეთ შემთხვევაში ხშირად ის ფაქტორი, რომელიც ყველაზე ცუდია ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ მეც მომიხდა და შენც მოგიხდება, ხშირად ძალიან ხშირად შემდგომ უკვე არასწორი მკურნალობის მიზეზი გამხდარა და თვითმკურნალობის მიზეზი და თუ კი 2 თვეზე, 3 თვეზე, 4 თვეზე, მაქსიმუმ 4 თვეზე მეტხანს ხანგრძლივდება ტრანკვილიზატორების მონოთერაპიაში მიღება, ის იწვევს დამოკიდებულებას. მერე იმისი მოხსნა უკვე ძალიან რთულია და უკვე უამრავი სხვა ეტაპის და მედიკამენტის ჩართვა გვიხდება. ანტიდეპრესანტებს და ნეიროლეპტიკებს ხო დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ ანტიდეპრესანტს სხვა თავისი გვერდითები გააჩნია. რა გვერდითი მოვლენები აქვს მკურნალობის პერიოდში ეს მედიკამენტები, რაც თქვენ ახსენეთ? ანტიდეპრესანტით, როდესაც ვიწყებთ მკურნალობას, თუ მონოთერაპიაში, ანუ მარტო ანტიდეპრესანტს, მე არასდროს არ ვცდილობ, რომ მარტო ანტიდეპრესანტი დავიწყო, თუ პაციენტი ძალიან არ ჭიდავს, რომ მეტი წამალი არ მინდა, ხო? იმიტომ რომ სანამ ანტიდეპრესანტი დაიწყებს მოქმედებას, ჩივილები შეიძლება გამძაფრდეს. გამწვავდეს. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია ეს ტრანკვილიზატორი მივახმარო მანამდე, სანამ ანტიდეპრესანტი 2 კვირაში დაიწყებს მოქმედებას და კლინიკური ჩივილები ამითი მოხსნა, თან ანტიდეპრესანტის გვერდითი მოქმედებაც გადავფარო. და მეორე, ანტიდეპრესანტი მოხსნისას ანტიდეპრესანტს მიჩვევა და დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ მას აქვს მოხსნის სინდრომი. მაღალი დოზით პირდაპირ დღეს დავლია და ხვალ აღარ დავლია, ეს არ შეიძლება. ამიტომ აუცილებელია, რომ იქ ისევე ფაქიზად ტიტრაციით მოიხსნას და მისი მოხსნის მერეც უმჯობესია ცოტა ხანი ჩაერთოს, ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ტრანკვილიზატორით დამთავრდეს ის 2 კვირიანი პერიოდი, მოხსნის ეპიზოდი რაც არის. ხა დანარჩენს ახლა ანტიკონვულსანტს და ნეიროლეპტიკს არ აქვს ესეთი გვერდითი. როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა, საშუალოდ რა ხანგრძლივობით ენიშნებათ პაციენტებს მკურნალობა, ეს დამოკიდებულია თუ არა შფოთვითი აშლილობის მდგომარეობაზე? კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ისედაც გაიდლაინებშიც მოწოდებულია სხვადასხვა პერიოდი, ფსიქოტროპული ტრანკვილიზატორების ჯგუფი, რაც გითხარით, იმას 2-დან 4 თვემდე მაქსიმუმ და მერე უმჯობესია რომ შეწყდეს, მაგრამ ანტიდეპრესანტი პირიქით, რაც უფრო ხანგრძლივია, უკეთესია. შეიძლება იყოს 3 თვიანი კურსი, შეიძლება იყოს 6 თვიანი კურსი, შეიძლება იყოს წელიწადნახევარი, შეიძლება იყოს რამოდენიმე წელიწადი. ეს არის უკვე კლინიკური დიაგნოზიდან გამომდინარე. ერთ კითხვას დაგისვავთ იმ პაციენტებთან მიმართებაში უფრო, ვინც მკურნალობის გარეშე არის დარჩენილი, ან ჯერ ვერ გადაუწყვეტია მკურნალობა, რა საშიშროების წინაშე დგანან ესეთი ადამიანები?
ну შფოთვითი აშლილობა ეს არ არის ესეთი დაავადება, რომელიც რაიმე სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს მოგცემს პაციენტში. არც ინფარქტს, არც ინსულტს, არც ფსიქიატრიულ დაავადებებს ესენი არ იწვევენ ძირითადად. და ამიტომაც თუ არ ჩატარდება მკურნალობა, არც არაფერი არ მოუვა პაციენტს. მაგრამ შფოთვითი აშლილობის დროს ყველაზე ცუდი რაც არის, ადამიანი კარგავს ლიდერის უნარჩვევებს შიგნით, ლიდერის უნარჩვევებს. ეს არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ასეთი სუმერყეობს, დამოუკიდებლად რაღაცა ახალი ინიციატივის, რაც გასაკეთებელი გვაქვს იმ საქმის გაკეთება, აქ ემოციოგენური ტვინი, ანუ იმპულსური ქცევა ჭარბობს რაციონალურ ქცევას. ვთქვით, ცხოვრების ხარისხს აფუჭებს ძალიან შფოთვითი აშლილობა. ეხლა არის მდგომარეობები, როდესაც დაავადებასაც ართულებს. მაგალითად, დიაბეტის დროს უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ იქ უნდა დარეგულირდეს ნერვული სისტემა, ან კვებითი ქცევა უნდა. სიმსუქნის დროსაც კვებითი ქცევა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა კვებითი ქცევის და სიგამხდრის დროსაც, გახექსიის დროსაც ესეც კვებითი ქცევის დარღვევა, აქაც აუცილებლად უნდა ჩაერთოს ნევროლოგი. ანუ ეს მაინც კლინიკურად უნდა ექიმაში აფასოს, მაგრამ ზოგადად არ არის საშიში დაავადება. და ბოლოს გკითხავთ, მათ ვისაც აქვს შფოთვითი აშლილობა, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ? ახლა შფოთვითი აშლილობა ვისაც აქვს, პირველი რჩევა რაც არის ჩემი, ეს არის რომ არ დავიწყოთ თვითმკურნალობა, მე მომიხდა, შენც მომიხდა. აი ამ პოზიციიდან. იმიტომ რომ არის უამრავი სხვადასხვა ფორმის ნევროზს, რასაც ვეძახით ერთი და იგივე არა, თუნდაც ერთი და იგივე კლინიკური ჩივილი კონდეს ერთი შეხედვით პაციენტს. აი მეც ესე მქონდა და ესე არ არის. იქ არის ნიუანსები, რითაც განსხვავდება. მეორეც ერთი არის ნიუანსები, ყველა პაციენტს უმრავლესობა სხვა თანდები ორგანული დაავადებები აქვს, სადაც ზოგთან შეიძლება ეს ანტიდეპრესანტი, ზოგთან არ შეიძლება. შეიძლება კლინიკურად იგივე ჩივილი კონდეს, მაგრამ სხვა ორგანულ დაავადებასთან მიმართებაში ის ანტიდეპრესანტი იქ ვერ ვიხმარო. აბსოლუტურად. და მესამეც, როდესაც არაადეკვატურად ხმარობთ ამ პრეპარატებს, რა თქმა უნდა, იქ მიჩვევას, დამოკიდებულებას, მე რეზისტენტული ფორმა შეიძლება მივიღოთ ჩვენ აქ ასეთი დაავადებების, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხანგრძლივობის მკურნალობას მოითხოვს ექიმთან რომ მივალთ, ხო? აი გადაჭარბებული მედიკამენტების მიღების დროს არის თუ არა შემთხვევები, რომ ისევ იგივე სიმპტომებს უბრუნდება პაციენტი? გადაჭარბებული კონცენტრაციით ჩვენი წამლების მიღება სიცოცხლისთვის საშიშია. მით უმეტეს ტრანკვილიზატორებზე, როცა მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, რომელმაც ესე დაიწყო, სანამ სარეცეპტო ფორმაზე გადავიდოდა ეს და მე მომიხდა, შენც მოგიხდება, ხო? დამოკიდებულება განვითარდა მათთან ამ წამლებზე და თავიდან თუ ჭირდებოდა ნახევარ ტაბლეტი, მერე დასჭირდა 1, მერე დასჭირდა 2, მერე დასჭირდა 3, მერე დასჭირდა 4. ყოლია პაციენტი, რომელიც 15 ანაგზავნა, მაგრამ თვლი რომ ის გადარჩენილია, იმიტომ რომ თუ კი აი ასეთ დოზაზე ვართ, ჩვენ ძალიან დიდი საშიშროება გვაქვს გულსიძახვთა დაავადებების. მეორეც ერთი ასაკოვანი პაციენტები არიან, სადაც უკვე მარტო ტრანკვილიზატორები თუ მკურნალობა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტონუსის მოდუნება, დაცემა, ტრავმა და ასე შემდგომ, ხო? ანუ აქ აუცილებლად ჯობია რომ ექიმა გადაწყვიტოს რა წამლებს დავლებთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციის გაზიარების და ჩვენთან სტუმრობისთვის. თქვენც დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ გვისმენდით და გვიყურებდით, მე კი გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.